8-დან 10 მეტრამდე ხარ გაქნეული. გამომძებელი სიტუაცია გაუბნები. ჯერ 1 მეტრო წინ წევს მანქანას, მერე უცბად ძალიან დიდი სიჩქარით გეჯახებაო. სამედიცინო დასკვნაში წერია ტვინის შერყევა. 4 დღე ვიმკურნალე. სახელმწიფო ხარჯებით ცოტა დაზარალებულია თუ ბრალდებული რაღაც არის, იმათმა დაამატეს ცოტა. მის შემდგომ ექიმიდან აკრძალული მაქვს. ბევრი საუბარი, დიდად წოლით რეჟიმი გაიარგა, მოვიარდა დავწვევი, არ შეიძლება ნერვიულობა, იმიტომ რომ თავის ტვინის შერყევა მაქვს, რაც იწვევს მეხსიერების დაქვეითება შემდგომში თუ კი ამას არ მოუფრთხილდები, არის ამ ჩემზე ნერვიულობა, რომელსაც ხშირად გავდივარ, ვინც დამეჯახა მე და არა შემეხო უბრალოდ, როგორც თქვენ სიუჟეტში იყო, რომ თითქოს იმ დღესვე გაეწერა. ადამიანი მეჯახებას ასიკვდილოთ და მხარი გახრა და იქვე გაეწერა. თავიდანვე საინფორმაციო ომი გამიჩაღა და მე იმ დონეზე მოვედი დღეს რომ მზად ვარ თითოეულ კითხვას საგამომძიებო იქნება, ჟურნალისტი იქნება, ადამიანი იქნება, სამართალდამცავი იქნება თუ ვინც დაინტერესებული პირი იქნება, იმას სიმართლე უთხრა ფაქტებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გაიღო, მადლობა ამისთვის მაინც მორალური კუთხით შევხედავ თითოეულ მაგის ნაბიჯს და ისე არა მორალურად შევხედავ თითოეულ ნაბიჯს, რაც გააკეთა. კარგსაც ვიტყვი მაგისთვისაც და ცუდსაც. ანუ ცუდად არა, რაც მოიქცა ეს და საზოგადოებამ განსაჯოს, როგორ მოიქცა. წამალი, როცა ჭირდება ერთვისა, მიყიდათ 15 დღეს. ეს ერთი. მე რომ ვუთხარი რომ მე ხომ ყოველ დღე ვერ დაგირეკავ შენ. მოდი მოურიგდეთ ისეთ რომ წამლების ფული გადამიხადე და დავამთავროთ დავა შევსთავაზე ორი ვარიანტი. ერთი ისედაც არის. პირველი, ერთჯერადად მოურიგდეთ თანხა გადამიხადეთ. და მე მინდა ეს წამლად. ვერვე დღესაც ვერ ვგზნობს რომ ყოფილა თავ და უფლება მაქვს მე მგონი გადავამოწმო სხვა კლინიკაში რომ შეცდომა არ იყოს.